ძეხვი შვრია და ტუალეტის ჩოთკი დამჭა საყიდელი. და კიდე შოკოლადი მან წერია. არ წერია მოვახიე ეგ უკვე. დამაცად ეხლა გამოზომილი მაქვს პური შენი ჭირიმე რა. უკაცრავად ქალბატონო შვრია სად ნახო? ფირმაში. მე რა ვიცი მუშაობ აქ რა არის? ნუ უყვირი ხარ დედა ჩემს. წამოდი ომარიკო ეგ შენი ჭირიმე. დანერვოზებულია უკვე ეს ხალხი. კიდე კაი არ მომასხა თორე კი იყო ღირსი ახლა ეს რა. ხო, ისქანი რო ჩავიდე გახსოვ შაშან კარაკების მაციუარში. ქაჯი, პოლიცია გამომიძახა მაგან მაშინ. ძლივს მივმალე ადგილიდან. შვრია. აი იქ დევს მიდი შვრია მომიტანე. და ეს შოკოლადი. დაბრუნე ახლა ეს თავის ადგილზე. და მოდი აგერ ჩავდგეთ რიგში. უკაცრავად ბოლო თქვენ ხართ? არა, ბაბუა ჩემია ბოლო. მომაწოდე ეგ ძეხვი ომარიკო. მომეცი. შემთხვევა ერთ-ერთ სუპერმარკეტში ერთი ქალბატონი მეორეს ძეხვით ფიზიკურად გაუსწორდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მაგრამ დამნაშავე მიმალვა შეძლო. გამოძიების დეტალები ცნობილი უახლოეს საათებში გახდება. სუგაგიშდა ეს ხალხი რა. ხო, ხედავ ახლა ტელევიზორში. და სად ხარ გოგო, მაგ გაგიწივდება ყველაფერი. ადექი ხლავი დროზე. ანასტასია ტელევიზორში? გადაცემაში მიიწვიეს დე? და გადაცემაში მიიწვიეს, ბიჭო, აქციაზეა ვერ ხედავ. დედა, ეს ნორა არ არის? ანასტასია შუგნიშანთან გაიხედე. ნორა დგას? მე ჟურნალისტი მეფარება კიდე ვერ ხედავ ვერაფერს. შეკიფარება პირდაპირ ეთერშია ჩართული. ტელევიზორში გამოჩენა მეც მინდოდა. ის ბავშვიც ხო გამოჩნდა. და ნორმალური ხარ ბიჭო შენ? იმ ბავშვმა მე ევროვიზია მოიგო. გამოჩნდა. ხო, კაი, გაგითიშავ ახლა. გიყურებ იცოდებ დრონიდან. ჭკვიანად. ქართულში მაგ დასაწერი ეს და მიკარ ნახე. მომეცი. აიღე მიდი რვეული დაიწყე წერა. ბიჭმა გადაწყვიტა ქალაქში წამოსულიყო. დედა, ეს თეკლა არ არის? წასულიყო. დედა, ეს თეკლა არ არის? ანასტასია, თეკლა ამანდა გეძებს სავარაუდოდ. აი ტროტუარზე გადადი მარჯვნივ. შენგან მარჯვნივ, ჩემგან მარცხნივ, რა ვიცი. ჩემგან მარცხნივ, რა ვიცი. მაღლა აიხედე. მთავარი არხის დრონია და მანდან გიყურებ. კუდი წამოიფარე. დავწერე ჩავალაგებ ახლა ჩანთას. დედა, სულ ეგ იყო? 4 სიტყვა. ჩაალაგე მიდი ხო რა ვიცი. მოვიდი, ძალიან მიძინება, მთელი ღამე გავათინით. სად მიდიხარ შენ? აქციაზე. შენ რომ მოხვედი, ახლა მეწავალ ჩაგენაცვლები. თან ახალი პალტო ჩავიცვი, ხო და თუ გამოვჭდი იქ ტელევიზორში გადამიღე ფოტო. გაუშვი ბიჭო მაგას ხელი. იქნება გააბჭდა დამადონ ახლა ვალად. სულელი რა. ესე იგი ინგა წეღარო ფილა ვნახეთ. დაახლოებით ეგ ფერი გავაკეთოთ იატაკზე. დიდი მაგრატელი. ასეთი სახში ცხო გვაქვს. გურგიაში იყიდე? ხო, ეს აქ ვიყიდები, შაშარო ვიყავი გამოსული, ჩემოდნი საყიდად რო არ შემოხდა, ხო, ერთი ამბავი იყო. გავრბოდით და გადამასვლა ერთ მაქალმა წინ დაავლო იმ ჩანთას ხელი და გაიქცა. ისე მომეშალა ნერვები, მე მაქალს მაგრატლით შევაჭერი უკნდანთმები. საუბრობთ დღემდეარი ცუდინება რა დაემართეთ მებზე. ამას უყური ფილა მოაქვს. აი ეს მოვიტანე კედელზე ეს გავაკრათ. ძეიცი იქით ნაცემი ადამიანები წევნან იატაკზე. ნაცემი? ესე იგი ჩემოდნები ამოიყიდა უკვე. დახოცავდნენ ერთმანეთს. ამ ფილებს კიდე რას დაატარე ბიჭო აქეთ იქით. მაჩვენე ერთი. და კარგი ფილა კი აურჩევია. ხო და ეგ ვიყიდოთ და ისიც წეღარო აარჩიე. ხო, მაგებს ვიყიდი. ფერებიც კარგია და ხარისხიც, ფასებიც იდეალური. დღეს ხო შავი პარასკევი დაიწყო. 1 დეკემბრამდე გაგრძელდებაო საღებავების კონსულტანტმა მითხრა. ინგა ეს დამაგზალებელიც მოინიშნე რა. გავზომე და ზუსტი სიგრძე არაც მჭირდება. სამზარეულოში შევაერთებ და გამოვჭიმავ დივნამდე. მან რო არ ხომ წამოწოლილი ტელეფონი მიჯდება და დენცქვიტა არ არის. დენცქვიტა რა არის? მე რომ მოთხრობა ვისწავლე იმაში რო იყო? არა, ეგ ყურწქვიტა. დენცქვიტა ეს არის კაცო, შტებცელი. წამოდი ხლა იმ საყვავილესაც ავიღებ, ზეგან ერთ სალო იყო დარჩენილი და გადავიხადოთ მერე. ინგა შეხედი, ინქანმა დაგასწრიმ საყვავილის სახება და მეტი აღარც არის. უკაცრავად ქალბატონო, ეგ საყვავილი მე მქონდა გადადებული, ახლა მოვდიოდი ასაღებად, უნდა დამიბრუნოთ რა.
იცით აქიდო არავინ არ ყოფილა თან და თქვენი როგორ არის? იქით ხოცვაშლე და იყო ბავშვიც კი დავკარგი. ან ვიპოვი კიდე და ან არა და ვეღარ დაგიბრუნებთ ჩემო კარგო, საკმარისი მსხვერპლი მაქვს უკვე გაღებული. ჯიუტი ქალია. ანუ ვერ დამიბრუნებთ. კარგით. შოკოკითო. ხო არ მომცა საყვავილე. ხო და იაროს ახლა აღიჯნებით მებით ქალაქში. წავედით. ესპანეთში მივდივარ, დრო მოვიდა. ესე იგი საიდან გამოჩხრიკეთ ეს ბილეთები მე არ ვიცი რა. თეკლას ერთ-ერთი ყოფილი მუშაობს ტურისტულში და იმართ რომ ძალიან მაგარი ფასებია ბილეთებზეო. ხო და დავითრიეთ მეც დიკომას და თეკლამაც. მეც მინდა, ჩემთვისაც აგეთრია. გთხოვ სანამ არ გადავკვეთ საქართველოს საზღვარს ხმა არ მოიღო. მისმინებ, რა უნდა მოინახულოთ ეხლა მადრიდი? ხო, ძირითადად მადრიდში. თეკლას დეიდა ხო მან ცხოვრობს მანდერი გათხოვილი და ბინაში ფული არ დაგვეხარჯება მაგასთან მივდივართ. ჩემი სატენი სად არის? ოთახში დარჩა. წაიღე ყველაფერი, არაფერი დაგრჩეს აქ. ამარიკო ჩართე მიდიეთ ტელევიზორი მოვისმინოთ საინფორმაციო. საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იქნება ქართულმა ოცნებამ საკუთარი კანდიდატი წარადგინა. ერთი სული მაქროდის გაუფრინდები. ინგა თვითონ შროცუდად გავხდი. პარკი წაიღე იქ და თუ გული აგერევა გამოგადგება. ეგრე ვაკეთებთ ხოლმე მარშრუტკაში მე დადედა. სწორს გეუბნება ბავშვი, აიღე მიდი იქ ქაღალდის პარკები როდებს და წაიღე ერთი ცალი. მისმინებ, პირდაპირ ფრენა გააქვთ. ჯერ თბილისიდან მივდივართ ქუთაისში, ქუთაისიდან მე სტამბოლში, სტამბოლიდან მადრიდში და მე მივიდეთ თეკლას დეიდასთან. მიზერება. ხო თეკლა. და პასპორტი წამოიღო თუ არა, მაგის გარეშე არ წამოხვიდე იქ. დი პასპორტი რა არის? რობერტიძე რომ მეუბნებოდა ხოლმე ბავშვობაში პასპორტი მაჩვენეო? არა, კაცო, გამომეცალე ერთი წუთი რა. ანასტასია რო ჩახვალთ იქ, დარეკე ეგრევე იცოდე არ მანერვიულო აქ. ნუ გიშინია რა. თეკლას დეიდა დაიმატე Facebook-ზე ნონა ხიდაშელი. მომიძებინე ვიდეო მარიკო ამიკრიფე Facebook-ზე ნონა ხიდაშელი. ხიდაშელი ბიჭო, ძიდაშელი კი არა. რა იყო შენ პრეზიდენტობის კანდიდატი ხო არა ხარ, ვერ გავიგე. ტრამაცინებს. ხშირად უნდა გამოგვიარო ხოლმე რო დაგვივიწყენ. ნუ ანასტასია კი არ არის სახლში, აქციაზე არიან გასულები გოგოები. რა ვიცი გოგო, სამსახური, ოჯახი და ვეღარ ახერხებ ადამიანი. ანასტასია რა აქციაზეა გასული? მაღაზიაში შაქარზე აქცია და მაღაზია გასული. ზარ იქნება გოგო გასული, რა ხდება ქვეყანაში? ნაციონალების აქციაზეა გასული, ხო. რა ნაციონალების აქციაზე გოგო, ვინ არის ნაციონალი? ანასტასია? რა ვიცი ახლა მან დეგენით განანდა. ნორმალური მემან დამდგარი არავინ არ მინახავს. ეს ისე საზღვათა შორის თუთ. მე შორენა გეხვეწები გაჩერდი ახლა რა. რა ნაციონალი გოგო ანასტასია 7 წლის მყავდა ეგრე რო წაერთნა კელისუფლებიდან. რაღაცები არ გამახსენო ახლა შენი ჭირიმე რა. მიშა რო წახვედავდა ხოლმე 2012-ში რეგიონებიდან მარშრუტკებით ხალხს, პირველი იჯეკი ხოლმე მარშრუტკაზე ბრძოლის გვერდზე. ეს ისევ საზღვათა შორისოთ. ნუ ახლა მაშინ სხვა დრო იყო და მე იმ ჩემ უფროს უწევდი ანგარიშს წინგა და რაღაცნაირად ვერ გებოდი სიტუაციას. ხო არა, შენ მოერგებოდი ახლა და ვიცი რომ ერგებოდი. ეს ფასები როა აბარდნილი, ხელფასში რო გაქვს 900 ლარი და ევროდოლარიც რომ აღლა მიდის. ევროდოლარიც ნაციონალია. აი ახლა მანდ გაჩერდი ინგა ძალიან გთხოვ რა. ეგ ნაციონალები არ აცლიან ოცნებას რომ ააყვავონ ქვეყანა. აი ეს არის სიმართლე. ოღონდ მიშანუ გამოვა ციხიდან. მე მშიერიც ვიქნები, მწყურვალიც ვიქნები და ყველაფერს მოვიკლებ. თქვენ მიშა გინდათ რომ გამოვიდეს ხო ციხიდან? დასახურით მომიხსნია. წყალთა წაუღია ეგ შენი მიშა, ჯანდაბამდე გზა ქონია მაგას. ბავშვებს წევენ კაცო შუა ქუჩაში და ასესხლიანებენ. ჟურნალისტს თავში უთყავდა 10 კაცი წიხლებს. მართლა და მიშა არ უთყავდა. იმათი დარტყმული და ამათი დარტყმული ერთი და იგივეა გოგო, ესენი რაღაცნაირად ცდილობენ და იმიტომ შედიან კონტაქტში რომ აი დაუახლოვდნენ და მოეფერონ და რაღაცა ისე იყოს. რა სახლში მიდიხარ? გაგაცილებ გოგო, დაიცადებ. ომარიკო გამოდი გააცილე შორენა და სახლში მიდის. ყურადღებით იყავი ტელეფონზე, დაგირეკავ მე შენ ძალიან მალე. ხო, 2028-ში. დედა რა კაი ტორტი იყო. დეა მამისეიშვილის დაბადების დღეა თურმე დღეს, ხო და რომ ჩააქრობინეს ტორტი იქ გაჭრეს და შემახვედრეს, ხო, არაჩოული ბავშვი სად არის? აღარ ანთებენ ნაძვის ხეს, რა თქვა მერი? მერი ვინ არის ბიჭო, რა მერი? მერი, თბილისის მერი. მერი არ ქვია სახელი? გაჩუმეთ ხლე ის ბავშვი. ისე რატო არა ინტერნეტა, არა საინტერესოა. რატო და ვერ მოაგროვეს საკმარისი ხალხი და დაგვაბრალეს მე ჩვენ რადიკალებმა ჩაგვიშალესო. ომარიკო, შეხედე იქით იაფარულავად გას. ია.
და ვერ დამინახა. რო დაინახე ხურასამ გადაიდეოდა, საერთოდ ვინახარ. რა ია ვინ არის? იცი ეგ შენც ვინ არის? ვიდეოს რო გაყურებინე ხო 25 ჯერ, ქალი რო შევიდა ტელევიზიაში. აი ეგ, ია სლეი კუინ. ისე ბრას გავს ახლა ეს ნაცვისხე. მართლა ეგონათ მე მგონი რომ დავწავდით და რაღაცა ჟღლართი აქვს მოტანილი. ხო 2013 რო გვიდგა ნაცვისხე იმას გავს გაპარტახებულს. იქით ამბობენ ახლა რომ პრეზიდენტი შემოუერთდა აქციას ახლაო. და რომელი ხორი პრეზიდენტია? პრეზიდენტი არის ერთი სალომე. აი ზურაბიშვილი. ქალბატონო სალომე. და ვერ დამინახა. ლობიანი მალე იქნება. დააცადე ახლა გამოწყვეს ცოტა ხანი. აჰა, ქალი, მორწმუნეობაზე როდებს თავს და მომწერა. ბარბალობას გილოცავ. ვინ არის ბარბალე? ვინ მოგწერა გაფიცებ? ვინ და კუბდარეიდან მომწერა მესტიიდან მოგიკითხათ თან. მზიაბე ბორიკავს უპასუხე რა. მე რო უპასუხო ჯერ მომილოცავს და მე კიდე 1 საათი მილოცავს ხოლმე. ხო დედა. გაიხარე მეც გილოცავ შეგეწიოს. ომარიკო, აქ არის დაგალაპარაკებ. დაილაპარაკე ახლა. ალო. მეც გილოცავ ბებო. მადლობა. ისე გამიკვირდა მზიაბე ბორო არ ჩამოვიდა ბებია ბაბუების მასშტაბ გუშინ. სამდე კი მერს ხო გახსოვს სოფელი კონდა გადაკეტილი თვითონ. ხო მითხრა მე მელაპარაკა. ეხლა ვერ ჩამოვიდა, მაგრამ ახალწლებზე ჩამოვა. 40 ჩურჩხელა მომაქო 20 ჩვენთვის და 20 წასაღებად აქციებზე. ხო, მოდი იცი რა ვქნათ? თხილის ჩურჩხელები აქ დავტოვოთ და ნიმშვის გავიტანოთ აქციაზე. ხო, თხილის გიყვართ თქვენ? ომარიკო შენ რომელს ჭამუფრო? მადლობა. მათემატიკის დაწერა მიჭირს. მოიტანე აქ მაჩვენე. რომელი ვერ გააკეთე? აი ეგ გამოცანა მე-4 და მაგის ქვეშ როა მაგალითები მე-5, მე-6 და მე-7. აჰა, მოდი ამოცანით დავიწყოთ. ლომს 4 ბოკვერი ჰყავს. 1 ბოკვერი თბილისში გაყიდა. ვის ყავს ბოკვერი? და რა ამოცანაა ეს? უთხარი მასწავლებლებს ვერ გავიგეო, კაცო, დაიცადეთ მაგალითები გავაკეთოთ. აი მე-7 მაგალითი მაგ ამოხსნილი და შემიმოწმე. ანახმარშვენ. აჰა. აი უყურე, 130 დაუმატა 170 და 200 მიიღო. ესე იგი, მეორე მდინარაზე მეზრდება სახლში რა. შეეშვი და გაწეინებს საღამოს მათემატიკას, მათ შორის იმ ამოცანაზე პასუხს, რომელიც ლომზე იყო. თეკლარა ვოისებს მიგზავნის. გოგო ნახე ბოკვერის ვიდეო, როლექს გაფიცებდო რა. ეს ტელეფონისად მივაჩერჩეტენე და რომელი საათია? როლექსი. 4:09. დამრიგებელს რა უნდა აჩუქოთ ახალ წელს მოიფიქრეთ? რა ვიცი, ჯერჯერობით არაფერი მოუფიქრებიათ, კონკრეტული არაფერია. ინგა მიწაროა ჩუქოთ, ტყიან ნაკვეთი. ძალიან მოდაშია სხვადასხვა ახლა ეგ. ვერ ახარ შენ რა. რაკენი ომარიკო დაწერე მაგალითები? ვერ წერტულია სიქსიანი მაგალითები. სკოლა რო გავაცდინო, მაინც არადეგები მოდის ახლა. რას ქვია სკოლას გააცდენ, ვერ გავიგებ. ჯერ სკოლას გააცდენ, მერე უნივერსიტეტს და დაგწავენ მერე ბოლოს სადღაც პრეზიდენტად. ეგ გამაკლია ხალხი ვალაპარაკო ახლა.